მოგესალმებით, როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ ყველანი კარგად და ყველაფერი კარგად არის თქვენკენ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ აქ ხართ და მადლობა ყველა ახლო გამომწერს, ვინც ბოლო პერიოდში შემოუერთდა ჩემს არხს. დღეს დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით და ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვეღარ მოვახერხე თქვენთვის ვიდეოს ადვირთვა. ახალ ბინაში ვბარგდებოდი და ძალიან გაიწელა ეს პროცესი. თუმცა გვირდებით, რომ შედარებით მალე დაგიბრუნდებით უკვე. დღეს დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო საკითხით, რომელიც ჩემთვისაც დიდი ინტერესის საგანი გახდა, სანამ ავიაციის ნაწილი გავხდებოდი, ეს არის ჯანმრთელობის ასპექტები ავიაციაში. ძალიან დიდი რისერჩი მაქვს გაკეთებული აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად ყველაფერს, რასაც გაგიზიარებთ დღეს აი ამ ვიდეოს საშუალებით. არ ემსახურება იმას, რომ შეგაშინოთ. ეს ყველაფერი ცხადია საბოლოოდ მაინც არის სუბიექტური მოსაზრებების ნაწილი და ეს ყველაფერი თავად უნდა გამოცადოთ, რომ შეაჯეროთ ჩემი გამოცდილებები, ჩემი მოსაზრებები და უკვე თქვენი გამოცდილებები ამ ყველაფერთან. თუმცა გვირდებით ერთ რამეს, რომ ყველაფერს, რასაც გაგიზიარებთ, იქნება გულწრფელ ინფორმაციებზე დამყნობით. ეს ვიდეო ჩავშალოთ მოდი ორ ნაწილად და დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი მგზავრებზე. იმ შემთხვევაში თუ პირველად აპირებთ სადმე გაფრენას და არ გიფრენიათ, ან თუ მაგალითად რამდენიმე თვის განმავლობაში ერთჯერადად გადაადგილდებით, თქვენთვის რისკები ჯანმრთელობასთან ასოცირებული არის ძალიან მინიმუმამდე დაყვანილი, თუ არ ჩავთვლით რიგ შემთხვევებს, როგორიც არის თქვენი წინამდებარე ჯანმრთელობასთან ასოცირებული გართულებები და პრობლემები, რომლის შესახებაც რა თქმა უნდა წინსწრებით უნდა აუწყოთ კომპანიას და ასევე ძალიან სასურველია რომ გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთჯერადი შემოწმება, რამდენად დაგრთავენ იმის უფლებას, რომ თქვენი მდგომარეობით საერთოდ იფრინოთ და გადაადგილდეთ და თუ არის რიგი საჭიროებები, რომელიც შეიძლება რომ ავიახაზებმა უზრუნველყოს, როგორც არის ერთჯერადი ჟამბადის კონტეინერი მაგალითად ან გადასაადგილებელი ეტლი. ეს ყველაფერი შესაძლებელია, რომ ავიაკომპანიის მხრიდან დაორგანიზდეს თქვენთვის იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა წინასწარ ეკნებათ მათ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება უშუალო გართულებებს ფრენის დროს, რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ჯანმრთელობასთან ასოცირებული რისკები არ არის. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, რომ თქვენ თავად შეიძლება შევუქმნათ ეს რისკები საკუთარ თავს, გაუფრთხილებლობით, როგორიც არის ის, რომ იფრინოთ მაგალითად ქამრის გაკეთების გარეშე და თუ მოხდა და წარმოიქმნა ეს ძალიან ცუდი შემთხვევა, რომ ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდეთ და ამ შემთხვევაში დაიზიანოთ რაიმე. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ წელიწადში ერთხელ-ორჯერ გადაადგილებით თქვენს ჯანმრთელობას დიდი და მნიშვნელოვანი საფრთხე საბედნიეროდ არ ემუქრება. რაც შეეხება უბრალო რეკომენდაციას ჩემი მხრიდან იქნებოდა ის, რომ აუცილებლად დაიტენიანოთ თქვენი სხეული წყლის მიღებით და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ წყალი ბორტგამსილებლებისგან. აგრეთვე სასურველი იქნება თუ მოახერხებთ და განსაკუთრებით თუ დიდ თვითმფრინავზე არის საუბარი, გადაადგილდებით ფრენის განმავლობაში და პატარა გაძალვებსაც კი გააკეთებთ ჩვენი მგზავრებივით. რაც შეეხება უკვე იმ ადამიანებს, ვინც თავად ხართ დაინტერესებული იმით, რომ ავიაციის ნაწილი გახდეთ, მოდი შევეხოთ უკვე უშუალოდ ჩავშალოთ ასე ვთქვათ ეს ჯანმრთელობის ასპექტები და მიმოვიხილოთ თითოეული დეტალი ერთად. პირველი, რასაც აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი და რაც არის ყველაზე უხილავი, ეს არის ცირკადული რიტმის დარღვევა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს უნივერსიტეტში ძალიან დიდი პროექტი მაქვს გაკეთებული, რადგან უშუალოდ მეც მეხებოდა ეს დარღვევები და შესაბამისად ყველაზე ახლოს მდგომი საკითხი იყო იმ საკითხთა შორის, რომელზეც შემეძლო რომ პროექტი მომემზადებინა. შესაბამისად თვეების ნაშრომი მაქვს წარდგენილი, ამიტომ გულწრფელად გაგიზიარებთ ჩემს დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა ძილთან ასოცირებული პრობლემები ბორტგამცილებელთა ცხოვრებაში თითქმის არის თავიდან აურიდებელი და რა კუთხით. თქვენ შეიძლება ძალიან მარტივად მოახერხოთ ის, რომ სხვადასხვა სასაათო სარტყელში თავი გაართვას ჩაძინების და გამოგვიძების პროცესებს, თუმცა სხეული რა თქმა უნდა მაინც იტანჯება, წვალობს და შესაბამისად სხვადასხვა კუთხით გიცხადებთ პროტესტს. ამ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში ყველაზე ხშირად რასაც ვგრძნობ და რასაც განვიცდი არის ის, რომ მაგალითად თუ დილის 3 საათზე უნდა ვიყო აეროპორტში და დაახლოებით დილის 6-ზე ან 7:30-ზე უნდა გავფრინდე აეროპორტიდან, მე მიწევს რომ საშუალოდ 12 ან 1 საათზე უკვე გავიღვიძო და დავიწყო მომზადება.
წარმოიდგინეთ, რამდენი საათით ადრე მიწევს ადგომა გამოფხიზლება და რა არის იმის ალბათობა, რომ 12 საათზე როდესაც გასახვიძებელი ხარ, მე მოვახერხებ იმას, რომ საღამოს თუნდაც 6-7 საათზე უკვე ვიყო საწოლში, კარგად ტკბილად გამოვიწინო, გაიძულო ჩემს ორგანიზმს, რომ კიდევ თუ არა მაინც და მაინც ახლა და ამ დროს ჩაიწინოს. ხშირ შემთხვევაში მივდივარ ფრენებზე სრულიად გამოუძინებელი, თუ ეს ღამის ფრენაზე არის საუბარი, ან თუნდაც 1-2 საათის ცილის ხარჯზე და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმისთვის არის ძალიან დიდი დარტყმა, ეს 1 და 2 საათიც არის გარდაულად მნიშვნელოვანი სხეულისთვის, რომ როგორმე მოვახერხო ხოლმე, ის ძალიან პატარა ენერგიების მოგროვება იმისთვის, რომ 12 და 13 საათიან ფრენას გავართო თავი, თუმცა ყოველთვის ამ ყველაფრის შემდგომ ჩემს სხეულს ვაჯილდოვებ, იმით რომ როდესაც ჩავფრინდები, აღარ ვინტერესდები იმით სად ვარ, რამდენად კარგ ქვეყანაში ვარ და რამდენი სანახაობა მელოდება წინ, ყოველთვის ჩაფრენის შემდგომ ჩემს სხეულს ვაჯილდოვებ იმით, რომ პირველ რიგში მივდივარ ლოგინისკენ, ვიძინებ, ვისვენებ და ორგანიზმსაც ვაძლევ აღდგენის შესაძლებლობას. როდესაც უკვე საქმე ეხება წლების განმავლობაში ფრენას და მუდმივ რეჟიმში აი ამ ცვლილებებს, როგორც არის სასაერთო სარტყლის ცვლილება, საკვების ცვლილება, ჰაერის ცვლილება, წყლის ცვლილება, გარემოებების ცვლილება, ყველაფერს ემატება სტრესის ფაქტორები. ამპირობებული როგორც ამდენ უცხო ადამიანთან შეხვედრით, ასევე ამდენ უცხო მგზავრთან შეხვედრით. ამას დამატებული ის, რომ ძალიან ბევრ ვირუსთან და მიკრობთან გვაქვს შეხება, განსაკუთრებით გარკვეულ სეზონებზე. წარმოგიდგენიათ ალბათ, რამდენი მხრიდან, რამდენი კუთხით უტევს ეს რიგი ფაქტორები ორგანიზმს და სხეულს და შემდგომ უკვე რაში ვლინდება და გამოიხატება, ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც ურტყავს ეს გარემოებები, არის იმუნური სისტემა. მოგეხსენებათ, რომ იმუნიტეტისთვის კომპლექსურად ბევრი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი და ბორტგამცირებელთა ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ფაქტორი თქვენ არ გექნებათ, იმიტომ რომ ვერც დროულად დაიძინებთ, როგორც ესაჭიროება სხეულს, ვერც ნორმალურ საკვებს მიიღებთ ყველგან, სადაც ჩაფრინდებით, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან რთულად მოსაძიებელი და დასაორგანიზებელი არის ეს საკვების საკითხი. ვერც თლად დაბალანსებული სტრესული ფონი ვერ გექნებათ, როგორც არ უნდა შევუწყოთ თქვენს ორგანიზმს ხელი, ვერც იმას მოახერხებთ, რომ ყოველთვის ივარჯიშოთ და ფიზიკური მზადყოფნით შევუწყოთ თქვენს ორგანიზმს ხელი. შესაბამისად, ყველაზე მეტად მე რაზეც ვგრძნობ დარტყმას, ეს არის იმუნიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი აგრეთვე ქალბატონებისთვის, რაშიც შეიძლება რომ თქვენ შენიშნოთ ცვლილება, ეს იქნება თქვენი ჰორმონები, შესაბამისად იქნება თქვენი კანის მდგომარეობა, თმის მდგომარეობა, ფრჩხილების მდგომარეობა და ჰორმონალური ცვლილებები ქალბატონებმა ძალიან კარგად იცით ძირითადად რა საკითხებს და რა დეტალებს ურტყავს. შესაბამისად, კი, ეს ნამდვილად ასეა, ჰორმონებზე მოქმედებს ამდენი ფრენა და სანამ ჰორმონებამდე მივალთ, თუ წლების ფრენაზე არის საუბარი, უნდა აუცილებლად აღნიშნოთ რადიაცია. რადიაციის მაღალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ძალიან უკუშედეგების გამომგებია, თუ წლების განმავლობაში, იფრენთ და წლების განმავლობაში მოგიწევთ გადაადგილება, თუმცა ჩემს შემთხვევაში უკვე თითქმის 6 წელია, რაც დავფრინავ და დაახლოებით 6500 საათზე მეტი მაქვს ნაფრენი ჰაერში. ეს ძალიან დიდი რიცხვია და ძალიან დიდი მადლობა უფალს და სამყაროს იმისთვის, რომ ამ ყველაფერს წარმატებით ვართმევ თავს. შემდგომ უკვე იწყება უფრო მინორული პრობლემები, როგორც არის ამ შემთხვევაში მაგალითად ხერხემლის ტკივილი, ფეხების ტკივილი, წელის ტკივილი, მაჯების ტკივილი, რომელიც განპირობებულია ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ წონებთან შეჭიდებით. არ მოგესმათ, საკმაოდ დიდ წონებთან გვიწევს შეჭიდება და ალბათ ახლა მიყურებთ და ფიქრობთ, ამ გოგონს რა დიდი წონები უნდა აწიოსო და ჩემს კუნთებს ვერ ხედავთ ჯერ, მაგრამ ხო, ძალიან ბევრ წონასთან გვიწევს შერკინება და ეს ყველაფერი საბოლოოდ ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს როგორც აი ამ ნაწილს მაჯებისას, აგრეთვე ხერხემალს, ფეხებს კიდე ამდენი საათის განმავლობაში, განსაკუთრებით ღამის საათებში ფეხზე დგომით, არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი მარტივია, განსაკუთრებით ასეთ ხელოვნურ სივრცეში, სადაც წარმოიდგინეთ, ხშირად ირყევა თვითმფრინავი და შენ გიწევს, რომ წონასწორობა და ბალანსი ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვა. უკვე შევეხეთ არაერთ საკითხს, როგორც არის ცირკადული რიტმის დარღვევები, აგრეთვე იმუნიტეტის დაქვეითება, ამას დამატებული რადიაციასთან ასეთი ახლო კავშირი და ის მცირე პრობლემები, რომელიც გზადაგზა წარმოიქმნება ამ პროფესიაში, თუმცა არ შეიძლება არ აღნიშნო აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი მენტალური პრობლემები, რომელსაც შეიძლება რომ ნებისმიერი ჩვენგანი გადააწყდეს და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არ არის
ამ შემთხვევაში სამარცხვინო თითოეულ ჩვენგანს აქვს ისეთი მომენტები, როდესაც არაფერი არ გხარია, ან ძალიან გვიჭირს და ძალიან გვიმძიმს მუშაობა. მაგალითად, მე გასულ წელს ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ოჯახის წევრიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის ამბიდან გამომდინარე და ჩემთვის ერთი სიცოცხლის ფასი იყო თითოეული ფრენის წარმატებით შესრულება, იმიტომ რომ როდესაც ძალიან ნერვიულობ შენთვის სვირფას ადამიანზე და მთელი შეგრძნებებით და მთელი გულით განიცდი ამ ყველაფერს, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ურთულესი, რომ ფრენას გაართვა თავი და ასე დროს სხვას მოემსახურო, სხვის საჭიროებებზე იზრუნო, სხვასთან ერთად იცინო, სხვისი ბედნიერება გაიზიარო და სხვის პროვოკაციებს არ წამოეგო. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენ ადამიანთან შეხვედრა არის რთული. ამდენ გაუგებარ გარემოში ჩაფრენა არის რთული. არის შემთხვევები, როდესაც ჩაფრინდებით ქვეყანაში, იქ შეიძლება იყოს ისეთი რთული ფონი, მოგეხსენებათ დღეს რა ხდება სამყაროში საერთოდ, რომ თქვენმა ემოციებმა უბრალოდ ვეღარ აიტანოს ეს ყველაფერი და ამიტომაც ვამბობ, რომ ყველას გვაქვს რთული პერიოდები, ყველას გვაქვს გაჭირვება ამ სამსახურში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი რიტუალებით, პროცედურებით, ჩემ შემთხვევაში ლოცვით, მედიტაციით ამ ყველაფერს ფიქრობ, რომ წარმატებულად ვართმევთ თავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ თუ მენტალური მხარე არ არის ადამიანის მოწესრიგებული, მის ფიზიკურ მხარესაც სამწუხაროდ ძალიან მარტივად ადგება ზიანი და ეს ყველაფერი სასწაულ ურთიერთმაში არის ერთმანეთთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ხერხებით ისრუნოთ. მოდი საბოლოოდ გადავინაცვლოთ ჩემს გამოცდილებებზე. ჩემი გამოცდილებები სამედიცინო თვალსაზრისით ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს გაგშოკავთ, იმიტომ რომ არავინ არ იცის ამ ყველაფრის შესახებ. ჩემი სამედიცინო ისტორია არის მთლიანი დასტა. თითქმის ამ 6 წლის განმავლობაში სავსე თუ კი რამის წარმოდგენა შეგიძლიათ ყველანაირი ფაილით, ყველაფერი გამოკვლეული მაქვს, როცა დასახელებად შეგიძლიათ ახლა მაგალითად თქვენ ვერაფერი ვეღარ გამაკვირვებს. თუმცა მადლობა ღმერთს, კიდევ ერთხელ მადლობა სამყაროს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შემართებით ვარდნევ ყველაფერს თავს. ვარ ჯანმრთელი ადამიანი, თუმცა პრევენციის კუთხით ყველაზე კარგია ის, რომ თავი დავისწვიოთ და არაერთი შემოწმება გავიაროთ, რისთვისაც მადლობას გადავუხდით ჩემს კომპანიას, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ყველა პროცედურა დაფინანსდეს. შესაბამისად, კი, ხშირად ვაწყდები მეც გარკვეულ პრობლემებს, გაციებაზე აღარ მაქვს საუბარი და იმაზე, რომ ყოველთვის, ყოველ მეორე თვეს სხვადასხვა ექიმთან ვსივარ, თუმცა ალბათ მარტყობთ სახეზე, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვხვდები ამ გართულებებს და არაფერიც არ მაშინებს შეიძლება ითქვას. ალბათ გაინტერესებთ ამ ყველაფრის ფონზე, როგორ მინარჩუნებს სტაბილურობას. ჩემ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც კი ჩამოვალ დუბაიში, გადმოვეწყო ადგილობრივ სასაათო სარტყელზე და დღე და ღამე ასე ვთქვათ გავითანაბრო. შესაბამისად ვცდილობ, რომ დილა დავიწყო შედარებით უფრო ადრე და მე უკვე საღამოს, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, გაცილებით უფრო ადრე დავწე დასაძინებლად. უმნიშვნელოვანესია აგრეთვე სწორი კვება და ვარჯიში. ამ ყველაფერს არ ვეძახი იმისთვის, რომ გამოვიყურებოდეთ ვიზუალურად სრულფასოვნად და კარგად, მაგრამ ამ პროფესიაში და ამ სფეროსთვის ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. ჩათვალეთ, რომ ამის გარეშე ვერაფერს ვერ გაარდმევთ თავს, განსაკუთრებით თუ სურვილი გაქვთ, რომ წლების განმავლობაში იფრინოთ. ასევე ნებისმიერი ის პროცედურა, პროცესი, რიტუალი, რომელიც თქვენ გაგრძნობინებთ თავს კარგად, როგორიც არის მაგალითად მედიტაცია, ლოცვა, ნებისმიერი ნივთი, რომელიც შეიძლება რომ სახლიდან ჩამოიტანოთ და ამ ყველაფერმა გააღვიძოს თქვენში სახლისებური შეგრძნებები. ნებისმიერი ის ნივთი, ეს იქნება სახლში დამზადებული პროდუქტი თუ შეძენილი პროდუქტი, რომელიც გამოგიცდიათ და ფიქრობთ, რომ თქვენს იმუნიტეტზე აისახება კარგად. ჩემი მხრიდან ძალიან დიდი რეკომენდაცია ყველაფერ ამას. ჩემ შემთხვევაში ძილი და ძილი ყოველთვის და ყველგან, სადაც შემიძლია ყველგან ვძინავს, ყველგან ვისვენებ და ყველგან ვცდილობ, რომ ენერგიები აგვიდგინო, ასევე ძალიან დიდი რაოდენობის წყალს მივირთმევ. იმედი მაქვს, რომ არ შეგაშინათ ამ ვიდეო, მე სრულიად არ ემსახურებოდა ამას, თუმცა რაც უფრო ადრე იქნებით ინფორმირებული იმ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დადგეს ერთ დღეს, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ენთუზიაზმით შეემზადებით ამ საკითხებთან და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ერთი რჩევა, რასაც აუცილებლად მოგცემთ, არის ის, რომ ყოველთვის პრიორიტეტად აქციოთ თქვენი საკუთარი ჯანმრთელობა. ყველანაირად უნდა შევუწყოთ თქვენ თავს ხელი იმაში, რომ იყოთ მაგრად, შემართებით და მზად იმისთვის, რომ ამდენ რიგით გამოწვევას გაუმკლავდეთ. ყველაფერი ის, რაც დღეს გირჩიეთ, აუცილებლად გამოგადგებათ, დატესტილია წლების განმავლობაში, თუმცა შეიძლება თქვენ კიდე გაქვთ რიგი რიტუალები და პროცედურები, რომელიც ასევე ნაცადი გაქვთ თქვენ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე და აუცილებლად ეცადეთ, რომ ეს ყველაფერიც გამოიყენოთ. მე კი ახლად დაგემშვიდობებით, იმედია, რომ ამომწურავად გესაუბრეთ დღეს და ყველაფერი ნათელი და გასაგებია თქვენთვის, თუ რამე ვერ გაიგეთ, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში თქვენი შეკითხვები და ასევე სხვა ის საკითხებიც მინდა რომ გამაცნოთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია სანამ ამ ნაბიჯს გადადგან, ან რაც გაინტერესებთ ჩემი ცხოვრების ამ პროფესიის მიღმა და ირგვლივ, ძალიან გამიხარდება თქვენი მხრიდან აი ეს უკავშირი იმისთვის, რომ ისევ თქვენ საჭიროებებზე და თქვენს ინტერესებზე დაყრდნობით ჩავწერო ჩემი შემდგომი ვიდეოებიც. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ახლა დაგემშვიდობებით. კარგ დღეს გისურვებთ წინ და შეხვედრამდე. დროებით.